სტარტაპ OpenAI-სთან კიდევ ერთი ძალიან მსხვილი და მნიშვნელოვანი კომპანია დებს შეთანხმებას. ეს კომპანია არის The Walt Disney Company. იგივე Disney, რომელიც პლანეტაზე ყველაზე დიდ ინტელექტუალურ საკუთრებას, ფაქტობრივად საგანძურს ფლობს. აქ შედის რამდენიმე ასეული კინოპერსონაჟი, მულტფილმის გმირი, ასევე ფრენჩაიზი, წიგნი და ყველაფერი ის, რაზედაც თანამედროვე გართობის ინდუსტრია დგას. შეთანხმების ფარგლებში OpenAI მიიღებს სრულ წვდომას Disney-ის არქივთან. ეს არქივი, რა თქმა უნდა, არ არის საჯარო, ის არის დაცული გრიფით საიდუმლოთი. ამასთან OpenAI-ს ექნება წვდომა Walt Disney-ის ინტელექტუალურ საკუთრებასთან. ცხადია, ასეთ კომპანიას არ აქვს მისი უფლება, რომ Disney-ის პერსონაჟები გადააკოპიროს, მაგალითად, მიკი მაუსი მოიპაროს ან გამოიყენოს. ყოველ შემთხვევაში იმხელა სამართლებრივი დავაში ხო, რა თქმა უნდა, სამართლებრივი დავა იქნება წლობით, რომელსაც გარანტირებულად ყველა კომპანია წააგებს, Disney-ს ამის გამოცდილება აქვს. ბევრი კომპანია გაუკოტრებია სწორედ ასეთ ტიპის სასამართლო დავებით, მათ შორის არა პერსონაჟების დაკოპირებით, არამედ პერსონაჟების მიმსგავსების ცდილობითაც კი. მაგრამ ეს OpenAI-ს აღარ ემუქრება, რადგანაც ინტელექტუალურ საკუთრებაზე გამოყენების უფლებას მიიღებს. იგი მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ChatGPT-ს გამოვიყენებთ ან Sora-ს, რომელიც კადრების გენერაციის პროგრამა, ის პირდაპირ ავთენტურ კადრებს მოგცემს Disney-ის კოლაჟიდან. მარტივად რომ ვთქვათ, თუნდაც მიკი მაუსი იქნება თუ სხვა ნებისმიერი პერსონაჟი, ის იქნება ზუსტად ის, რომელიც არის დამტკიცებული და დაცული Disney-ის ინტელექტუალური საკუთრებით. ანუ სიზუსტედთან გვექნება საქმე და AI-სთან მიმართებით სიზუსტე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგანაც AI-ს ბევრი რამე შეუძლია, მაგრამ ერთი რაც ჯერ არ შეუძლია ინტელექტუალური საკუთრების გამო, ეს არის კონკრეტული საგნების და კონკრეტული პერსონაჟებისა და ადამიანების გენერირება. სრულად ფიზიკურად აღქმა. აქ ორი ნიუანსი რთულია და მეორე მნიშვნელოვანი ნიუანსი ის არის, რომ თუ ჩვენ მას ვეთქვით, რომ დააგენერირე Mercedes-ის ავტომობილი, ის ზუსტად Mercedes-ის ავტომობილს არ დააგენერირებს მიზან მიმართულად, რათა კონკრეტულად მოდელში არ დაემთხვეს და სასამართლო დავა არ წარმოიშვეს. ასევე, როდესაც ვეუბნებით, რომ დააგენერირე კაცი, რომელსაც Rolex-ის საათი უკეთია, Rolex-ის საათს გავდეს იქნება ის, რასაც ვნახავთ, მაგრამ თქვათ Rolex-ის არ იქნება. აი ეს არ მოხდება Disney-სთან მიმართებით, ნებისმიერი პერსონაჟი, რომელსაც ჩვენ ვეთქვით, იქნება ზუსტად ის, რაც უნდა იყოს. აქ ერთი მხარე გასაგებია, რას იღებს OpenAI იღებს საგანძურთან წვდომას, ხოლო Disney-ც იღებს რაღაცას და ეს რაღაც არის რეალურად Sora. Disney-ს ყველაზე დიდი ხარჯი აქვს, რა თქმა უნდა, ხელფასების მიმართულებით, როგორც ყველა მედია კომპანიას, ვინაიდან მას სჭირდება მილიარდობით ტერაბაიტი ინფორმაციის დამუშავება, პერსონაჟების შექმნა და საბოლოო ჯამში იმ პროდუქტების შექმნა, რომელთაც ჩვენ ვუყურებთ ფილმების, მულტფილმების თუ სერიალების სახით. თუ კი Sora ამ ხარჯებს შეამცირებს და Disney-ს მისცემს საშუალებას, რომ არა მნიშვნელოვანი კადრები დააგენერიროს და მაგალითად მულტფილმების ნაწილი სწორედ გენერაციის მეთოდით შეიქმნას, ეს ძალიან დიდი კოლოსალური ხარჯების თავიდან არიდების საშუალებას მისცემს Disney-ს, სწორედ ეს არის ის თავარი არსი, რის გამოც დაიწყო თავის დროზე ეს თანამშრომლობა. ამასთან Disney-მ მოიპოვა $1 მილიარდ წილი OpenAI-ში. ეს დიდი თანხა არ არის, მაგრამ არის სიმბოლური თანხა. ვინაიდან უკვე Disney არის OpenAI-ს არა უბრალოდ მომხმარებელი ან პარტნიორი, არამედ ინვესტორი და ინვესტორთან ზოგადად სასამართლო დავის დაწყება ძალიან რთულია და ასევე ძალიან რთულია მისი გაშვება, როდესაც კონტრაქტს გინდა ამოეწუროს ვადა. ამითი თავს იზღებს Disney, რომ მაგალითად მომავალში იქ Paramount-ი არ გამოჩნდეს ან Netflix-ი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან უნდა ის ყველაფერი, რაც ახლა Disney-მ მიიღო. აქვე კომპანიებზე შეგვიძლია ვთქვათ, ორივე სიტყვა ერთ მხარეს გვაქვს გიგანტი, რეალურად ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანია Disney, რომლის კაპიტალიზაცია არის $200 მილიარდი, რომელიც ძალიან დიდ მოგებასაც აგენერირებს. მეორე მხარეს კი გვაქვს სტარტაპი, რომელიც მუდამ წაგებაზეა, რომელსაც სტაბილური შემოსავლის წყაროც არ აქვს, მაგრამ რატომღაც მისი კაპიტალიზაცია არის ძალიან დიდი განვითარების პერსპექტივა აქვს. სწორედ ამიტომ $500 მილიარდი მისი კაპიტალიზაცია, ესეც არაფერია. ვიცით რომ IPO-ს უმიზნებენ და მაშინ უკვე OpenAI შეფასება სავარაუდოდ $1 ტრილიონ გადააჭარბებს. აი ამ ზრდის მომენტუმის გამოყენებას, რა თქმა უნდა Disney-ს, რადგანაც ის მილიარდიანი კაპიტალიზაცია, რაც აქვთ ახლა მათ მოპოვებული OpenAI-ში, დროსთან ერთად, რა თქმა უნდა, გაიზრდება. ხო, აქ ერთი დეტალი, რაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ და ვერ გავექცევით, არის ის, რომ როგორც ჩანს, კინოკომპანიები მიხვდნენ, რომ იმდენად დიდია მოთხოვნა მათ მიერ შექმნილ პროდუქტზე, რომ თუ
თავად არ შევლენ ბაზარზე და ლეგალურს არ გახდიან ამ პროცესს, მომხმარებელს ვერსად ვერ გაიქცევიან, მათ უყვართ ეს პროდუქტები და შესაბამისად მაინც დააგენერირებენ და იმას რომ უფრო დიდი პრობლემები შეიქმნას და უფრო გართულდეს ეს საკითხი და შემდეგ კომპანიებთან თავები დაიწყონ, რაც ცხადია მომგებიანი იქნება, მაგრამ თვითონ მათ მიმართ კეთილგანწყობას ზოგადად მაყურებლების მხრიდან შეამცირებს, უმჯობესია რომ შევიდნენ ამ ბაზარზე და ამ კუთხით OpenAI-ისთან თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი, რომ ამიერიდან ყველა მომხმარებელს სრულად ექნება შესაძლებლობა, რომ დააგენერიროს ის რაც უნდა და ეს სორასაც გაუზრდის, ასე რომ ვთქვათ, მომხმარებელს. და ცხადია Disney-ის მაყურებლებს მისცემს საშუალებას, რომ თვითონ იგრძნონ თავი ფაქტობრივად ამ პერსონაჟების გარემოცვაში, რაც ალბათ ყველა ბავშვის ჩვენთვისაც იყო ბავშვობაში და ალბათ ახლა ყველა ბავშვის დიდი სურვილია.